მეცნიერების მსოფლიო დღეს აღნიშნავს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გაიხსნა აკადემიის მუზეუმი, სადაც კვლევითი ინსტიტუტების, თბილისის საგანმანათლებლო კერების, აკადემიის წევრების ფოტომასალა და მემორიალი გამოიფინა. გაიმართა დაჯილდოებაც აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გამარჯვებულებს გამოჩენილ მეცნიერებათა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ. თარიღი იუნესკოს ეგიდით მშვიდობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. დღეს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე და რა თქმა უნდა სიმბოლურია, რომ ჩვენ ვსტუმრობთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და გამორჩეული არის დღე იმით, რომ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა მუზეუმი და ამ მუზეუმის ფორმატში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებლების თაობაზე. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს 42 ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოება შედგება, რითიც კიდევ ერთხელ ჩვენ ხაზს გაუსვავთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს პრემია, რადგან ჩემი სამეცნიერო კარიერის უდიდესი ნაწილი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში გავატარე აკადემიკოს სერგი დურმიშიძის დირექტორობისას და შემდგომად. აღმოვაჩინეთ მეცნიერებისათვის სრულიად უცნობი ახალი ბაქტერიოფაგი, ბაქტერიული ვირუსი, რომლისთვისაც არსებულ სისტემატიკაში ადგილი არ მოიძებნა, რადგან გახდათ უნიკალური გენომის ვირუსი.